კვლევის შედეგების მიხედვით კონკრეტული გამომწვევი ფაქტორები, რამაც განსაზღვრა ეს პესიმისტური მოლოდინები, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ. ამ კვლევის მიზანი იყო უშუალოდ განწყობების შესწავლა მოსახლეობაში, რას ფიქრობს საზოგადოება, როგორ უყურებს არსებულ ვითარებას, ეკონომიკურს, ფინანსურს, როგორც ქვეყნისას, ასევე პირადს და ამ, ასე ვთქვათ, განწყობების დაფიქსირება გვსურდა, ვინაიდან ჩვენ ზოგადად ვატარებთ მსგავსი ტიპის საზოგადოების განწყობების შესწავლისთვის კვლევებს 23 წელია და ნიუსლეთერში ვაქვეყნებთ ხოლმე, ვინაიდან ეს კვლევები შემდეგ საინტერესოა როგორც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე კომპანიის, ეს არის ფარგლებში, ასევე ბიზნესისთვისაც, ვინაიდან ბუნებრივია ეკონომიკური მოლოდინები მოსახლეობის ბიზნესისთვისაც საინტერესოა და ამ კვლევაშიც ეს გამოჩნდა. როგორც აღნიშნეთ, ამ კვლევის ფარგლებში სწორედ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ზოგადად არსებობს პესიმისტური განწყობა მოსახლეობაში, ნახევარზე მეტისთვის ან დაწყებულია ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში ზოგადად, ან მომავალ 6 თვეში, ან უახლოეს მომავალში ელოდება ფინანსური სიტუაციის გაუარესებას და გარდა ამისა, რომ თქვათ თეორიულად ეს პესიმისტური, ასე ვთქვათ, მომავალი შეიძლება არსებობდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე უკვე არსებული სიტუაციაც შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობისთვის 36%-ისთვის მძიმეა ეკონომიკური კუთხით, სწორედ 36% ამბობს იმას, რომ უკანასკნელ 6 თვეში მათი ფინანსური მდგომარეობა, ანუ პირადი შემოსავლის და ხარჯის გათვალისწინებით ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რაც მოსახლეობის მესამედზე მეტია ფაქტობრივად. ნახევარზე მეტი უკვე ელოდება მომავალში, ან ფიქრობს, რომ უკვე დაიწყო ეკონომიკური კრიზისი. ეს არის, რაც შეგვიძლია ვთქვათ, უშუალოდ ამ მიმართულებით კვლევის შედეგებზე. ასევე საინტერესოა ისიც, რომ მთლიანობაში, ანუ მოსახლეობის კონკრეტული ასპექტებით შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ამ კვლევის ფარგლებში გამოვავლინოთ, სადაც განსაკუთრებით აი ამ ფინანსურ კრიზისს გრძნობს მოსახლეობა. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ნახევრისთვის მოსახლეობის აქტუალური არის ისეთი მნიშვნელოვანი ყოფაცხოვრებო პროდუქტების შეძენა, როგორიც არის საკვები და როგორიც არის მედიკამენტები, ანუ ჯანმრთელობისთვის საჭირო საშუალებები იქნება ეს პროდუქტები თუ სერვისები. ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კრიტიკულია, ასე ვთქვათ, მოსახლეობის განწყობები ამ ეტაპზე ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყანაში, ასევე პირადად ოჯახში. ნატია, თუ აჩვენა კვლევამ დაუშვათ, ვის ანიჭებს, აკისრებს პასუხისმგებლობას მოსახლეობა ამ ეკონომიკური პირობების უკვე გაუარესებასთან და პოტენციურ გაუარესებასთან დაკავშირებით? კი, ბუნებრივია, ესეც საინტერესო კითხვა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, როგორც პასუხისმგებელი მხარის გამორკვევა, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციასთან მიმართებით, ასევე იმის, ვისაც აქვს უნარი და პასუხისმგებლობა, რომ გამოასწოროს შექმნილი ვითარება, ხო, ბუნებრივია. აქედან გამომდინარე ეს კითხვაც დაისვა კვლევის ფარგლებში და ამ, ასე ვთქვათ, მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 44%-ისთვის, ანუ 40-მდე პროცენტისთვის მოსახლეობის პასუხისმგებელი მხარე, ასე ვთქვათ, არის მთავრობა, ანუ ის, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათი ეკონომიკური სიტუაცია უარესდება. ანუ ვინც არის პასუხისმგებელი და ვინც უნდა გამოასწოროს შესაბამისად არსებული ვითარება. მოსალოდნელი არის თუ არა მომხმარებელთა ქცევის ცვლილება. თავშეთ ეკონომიკური კრიზისი იწვევს ხოლმე გარკვეულ სფეროებში, გარკვეულ პროდუქტებზე დაუშვათ თანხის დაზოგვას და პირიქით. ბუნებრივია. რაღაცა შესზე დანახარჯი შენარჩუნდება. კი ბატონო, მეორე მიმართულება ჩვენი კვლევის სწორედ ეს იყო, იმიტომ რომ ჩვენ კომპანია ზოგადად გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი განწყობების შესწავლა მნიშვნელოვანია ზოგადად ნებისმიერ ასპექტში, ეკონომიკური მიმართულებით ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესებს ვემუშავებით ძალიან ბევრს და მათთვის არის პირველ რიგში ეკონომიკური განწყობების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებაში. იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში არ არის, ზოგადად სიტუაცია არ არის, ასე ვთქვათ, პოზიტიური, მოსახლეობის აღქმით და ელოდება მოსახლეობა კრიზისს, მომავალი უახლოესი 6 თვის განმავლობაში, ბუნებრივია, საინტერესო იყო გამოგვერკვია ის მიმართულებები, სექტორები, ასე ვთქვათ, სადაც განსაკუთრებით მოსალოდნელი არის მათგან ხარჯების შემცირება, ანუ დაზოგვა, ასე ვთქვათ, თანხების. როგორც იკვეთება ასეთი ტიპის არაპრიორიტეტულ, ასე ვთქვათ, მიმართულებებად გვევლინება ჰორეკა სექტორი ძირითადად, ეს არის, ვთქვათ, სარესტორნო ბიზნესი, შეიძლება იყოს გართობის მიმართულება, დასვენების მიმართულება. ანუ ეს არის ის მიმართულებები, რომლებსაც ამ ეტაპზე პრიორიტეტი არ ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ანუ გაღრმავდება ფინანსური კრიზისი და გაუარესდება ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, ეს არის ის სექტორი, სადაც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი, რომ მოსახლეობამ შეამციროს, ასე ვთქვათ, ხარჯები და შესაბამისად ეს არის სექტორი, სადაც ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში თუ მოსახლეობა შეამცირებს, რა თქმა უნდა, ხარჯებს, მომხმარებლის დაკარგვის რისკის წინაშე დადგეს. და პირიქით, რა მიმართულებები დარჩება პრიორიტეტულად, ანუ სად არის შეუძლებელი, შეიძლება ითქვას, ხარჯების დაზოგვა? ბუნებრივია, მოსახლეობა ასეთ შემთხვევაში გამოყოფს ისეთ მიმართულებებს,
მიმართულებებს, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ საბაზისო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ფიზიკურად არსებობისთვის. ასეთი მიმართულება პირველ რიგში, სადაც 60%-ზე მეტი მოსახლეობის მაინც განიხილავს მომავალი 6 თვის განმავლობაში ხარჯვას, არის ჯანმრთელობის სფერო, ანუ ეს არის ჯანმრთელობის და თავის მოვლის პროდუქტები და სერვისები, რასაც მაინც შეიძენენ, ბუნებრივია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობის და მეორე მიმართულება არის განათლება, რაც ძალიან საინტერესოა, რომ ამ მიმართულებითაც სავარაუდო რომ მოსახლეობის ნაწილისთვის პრიორიტეტულია მაინც იქიდან გამომდინარე რომ ეს არის რაღაცა ინვესტიცია სამომავლო შეიძლება ითქვას მათი კეთილდღეობის და იმ ფონზე როდესაც ვთქვათ ეკონომიკური სიტუაცია არასტაბილურია ქვეყანაში შეიძლება ითქვას რომ ხედავენ აი რაღაცა განათლებაში ინვესტიციის ჩადებაში უფრო ასე ვთქვათ სტაბილურ მომავალს. არ ვიცი რამდენად აჩვენახლა კვლევამ იყო თუ არა ეს კვლევის საგანი, მაგრამ ზოგადად თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად აქვს მოსახლეობა საქართველოში ფინანსური გეგმა ზოგადად. აი არა მარტო დანაზოგი, რომელიც ვიცი რომ ძალიან მცირე ნაწილს აქვს საქართველოში, მაგრამ წარმოდგენა დაუშვათ თავის ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით. ზუსტად ამ კვლევის ფარგლებშიც გამოიკვეთა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნაკლებად პრიორიტეტული მიმართულება, სადაც მოსახლეობა ზოგადად ხარჯვას გეგმავს მომავალი 6 თვის განმავლობაში არის ფინანსური დანაზოგების შექმნა, ანუ ინვესტიციების გაკეთება, ვთქვათ ანაბარზე თანხის შეტანა, ამის ასე ვთქვათ გეგმები მომავალში აქვს გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით 10-16%-ს. რაც ძალიან დაბალი რიცხვია იმასთან მიმართებით, ვთქვათ, სხვა მიმართულებებთან, იგივე ჯანმრთელობის განათლების მიმართულებასთან, რაც უკვე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალი არის ხარჯვის მოლოდინები მომავალი 6 თვის განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ აი ეს დანაზოგების გაკეთება, ინვესტირება არ არის ქვეყნის მოსახლეობის ქცევა დამახასიათებელი ამ ეტაპზე. რით იყო ნაკარნახევი ეს კვლევა? რაღაც კონკრეტული მიზეზი ჰქონდა თუ ეს არის სისტემატურად გარკვეული? სისტემატიური კვლევა, ჩვენ ამ კვლევებს ვახორციელებთ, როგორც აღნიშნე, კომპანია ACT კვლევა და მე ACT მანამდე 23 წლის განმავლობაში ვარსებობთ ხო ბაზარზე და ასეთი ტიპის კვლევებს ვაკეთებთ თითქმის ყოველწლიურად და წელიწადში რამდენჯერმეც საზოგადოების განწყობების შესწავლას ვეძახით ამ კვლევებს და ვაქვეყნებთ ხოლმე ჩვენს ნიუსლეთერში, რომელსაც შემდეგ ვაზიარებთ საჯაროდ, როგორც აღნიშნეთ, ჩვენთვის ეს არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის CSR-ის ნაწილი ერთი მხრივ, მეორე მხრივ იმის გამო რომ ძალიან ბევრი ბიზნეს ვემუშავებით წლების განმავლობაში და ვითვლებით ერთ-ერთ სანდო წარმატებულ ასე ვთქვათ ორგანიზაციად, კვლევით ორგანიზაციად ბაზარზე, მათთვისაც საინტერესო ინსაიტების მიცემა ხოლმე ჩვენთვის არა ვთქვათ თანამშრომლობის ფარგლებში, ანუ ისე ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად ასეთი ტიპის ასე ვთქვათ საზოგადოების განწყობების შემსწავლელ კვლევებს ვაკეთებთ პერიოდულად. ეკონომიკური მიმართულება ძალიან აქტუალურია, როგორც გითხარით, ბიზნესებისთვისაც და ისედაც ზოგადად არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და ამიტომ ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ჩავატარეთ ასე ვთქვათ ეს კვლევა. აი იგივე დავუშვათ 1 წლის წინანდ კვლევის შედეგებს რომ შევადაროთ, ზოგადად ფონი არის გაუარესებული, ანუ პესიმისტური განწყობა ეკონომიკური მომავლის მიმართ გაზრდილია? კონკრეტულად ამ კითხვებით ჩატარებული კვლევა არ გქონია წინა წელს რომ გითხრათ რომ ზუსტად იმას შევადაროთ ასე ვთქვათ, თუმცა თუ ვთქვათ მომავალში დაიგეგმება მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ განმეორებითი კვლევის ჩატარება, ამ შემთხვევაში უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა შედარების და ტენდენციის დანახვის.